здравствуйте. Это вы друг Георгий Барвенашвили, да, из Грузии? Да. სატელეფონო კავშირის მეორე მხარეს ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მარჯვენა ხელი ბესლან კარიმოვია. რუსეთსა და ჩეჩნეთში მას ასე იცნობენ. თურქეთში კი დირეს ემრეს სახელგვარით ცხოვრობს. ჩეჩნური კლანის ერთ-ერთ მეთაურს ამ მომენტში ჰგონია, რომ ქართული ოცნების დეპუტატების გიორგი ბარვენაშვილისა და გიორგი ჭყონიას მეგობარს ელაპარაკება, რომელიც საქართველოში ოქროს чамотанას თხოვს. Насчет золота беспокою. Да. Да, покупки золота. Как вот мы можем по этому делу, вот Георгий, как с Георгиевой делали, договориться? Позвоните или как это делать? Давайте я сегодня переговорю, завтра. ამ ჟურნალისტური ექსპერიმენტის ჩატარება მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატების ერთი ჯგუფი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვასთან ღრმა კავშირში შევიდა. ინფორმირებული პირი გვიყვება, რომ ბესლან კარიმოვს ქართული ოცნების ლიდერებისთვის ოქრო შემოაქვს. ამიტომ ვეცნობით მას ამ დეპუტატების მეგობრად და ვთხოვთ, ოქრო იაფად ჩვენც ჩამოგვიტანოს. Вам это там, в Грузии надо или... Да, в Грузии нам надо. В Грузии, да? Да. Давайте я сейчас сегодня переговорю, Сколько вы можете сделать на один раз? Ну, давайте не по телефону, я просто боюсь по телефону такие вещи говорить. Хорошо. У вас есть сигнал или WhatsApp? Позвоню, поговорю. კარიმოვი ტელეფონზე საუბარს ფრთხილობს. 2 წლის წინ სატელეფონო საუბრის გამო ის დიდ სკანდალში აღმოჩნდა. მას ფარულად ჩაუწერეს, როგორ ალაგებდა სქემებს დიდი ფულის სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ კადიროვის ფონდში მიჰქონდა. ქართული ოცნების დეპუტატების მეგობარი რუსულ ჯარში წასვლის ნაცვლად მდიდარი ოჯახის წარმომადგენლებს ჩეჩნურ ბატალიონებში ფიქტიურად აფორმებდა. რეალურად კი ფრონტის ხაზის ნაცვლად ამ ხალხს კურორტზე გზავნიდა. თაღლითური სქემისთვის კი 10 მილიონ რუბლს იღებდა. აი ამ კაცს იცნობ და საიდან იცნობ? არ გაძლევთ ინტერვიუს, მომსდევთ, არ გაძლევთ. არ მოგსდევთ, გელაპარაკებით, მაინტერესებს ბესლან კარიმოვს საიდან იცნობ და რა ურთიერთობა გაგვაქვს? თქვენ არ გაძლევთ? ასე თუ გეუხერხულებათ ამ კაცთან კომუნიკაცია, რატომ დაუკავშირდეთ? აქ ჩაიკეტებით, ბატონ გიორგი? ეს რა ოთახში გამოიკეტეთ? ტექნიკურ აპარატში დაიმალეთ, ბატონ გიორგი? ამბავი, რომლის გამოც ოცნების დეპუტატმა პარლამენტის ყველა ოთახში დამალვა სცადა, შაბათის ეთერის ექსკლუზივია. გიორგი ბარვენაშვილი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ კადიროვის მარჯვენა ხელთან დამყარებული ფარული კავშირის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა. აღელვებად სავარაუდოდ ამან გამოიწვია. კალაძის გარდა კიდევ ვისთან ერთად შეხვდით ამ კაცს? არ გაძლევთ ინტერვიუს. არ გვაძლევთ ინტერვიუს. ანუ არც სულა, ვერც უარყოფთ, ხო ბატონ გიორგი? თქვენ ინტერვიუს არ გაძლევთ. დადასტურებული ფაქტები გვაქვს მის ამავე ადამიანის თქვენთან ნაცნობობის, ამიტომ ვერ უარყოფთ, ხო? გიორგი ბარვენაშვილს ჩვენ პარლამენტში 10 ივნისს შევხვდით. ამ დროს უკვე ჩვენს ხელთ იყო ჟურნალისტური ექსპერიმენტის შედეგად მოპოვებული ბესლან კარიმოვთან შემდგარი საუბრის ჩანაწერიც. წესით ბარვენაშვილს კარიმოვისგანაც ეცოდინებოდა, რომ მისი სახელით დაურეკეს და საქართველოში ოქროს შემოტანის დეტალებით დაინტერესდნენ. კარიმოვის გვარის მოსმენისთანავე ბარვენაშვილი მშვიდად პასუხის გაცემის ნაცვლად გაიქცა. ბესლან კარიმოვთან თქვენს ნაცნობობაზე უნდა გკითხოთ ერთი წამით. ვინ არის ბესლან კარიმოვი, რომელთან ახლო კავშირებსაც ოცნების დეპუტატი მალავს? ეს არის რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ გამოქვეყნებული მასალა. ეს კი გამოცემა რეპოსტის პუბლიკაციაა. ეს უკვე რუს მაფიას სტატია. ყველა წერს რუსეთიდან გაქცეულ კაცზე, რომელიც თურქეთში გადავიდა. სახელი და გვარი შეიცვალა და ახლა იქიდან დიდი ქრთამის სანაცვლოდ ფრონტზე წასასვლელად გამზადებულ რუსეთის მოქალაქეებს ჯარიდან იხსნის. Ориентируйся на десятку. Я сейчас просто скажу, чтобы не от меня это исходило, а от этих пацанов исходило. И несколько месяцев находиться дома, потом его отправят, как на курорте живут, они квартиру снимают, баб ебут, живут. ოცნების დეპუტატების ახალი მეგობარი 53 წლის ბესლან კარიმოვი რუსეთში თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იწებნება. თუმცა კადიროვის ხალხთან მჭიდრო კავშირებს ისევ ინარჩუნებს. რუსული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად ფედერაციიდან გაქცეულმა კარიმოვმა თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და დირეს ემრეს სახელით გადაადგილდება. ფარულ ჩანაწერში, რომელიც მას რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს, ის თანამოსაუბრეს დიდი ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას ან ჩაფარცხვას პირდება. С кем я решаю, там 100% чисто.
прорабатываю, я себе гарантию там. Десятку озвучить, чтобы там гарантировали все, блин, чтобы... რა საერთო იპოვა ამ კაცთან ქართულმა ოცნებამ? ჟურნალისტური ექსპერიმენტის დროს, როდესაც ბესლან კარიმოვს ეგონა, რომ დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის მეგობარს ესაუბრებოდა, მას არ დაუმალავს, რომ საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყო და 15 ივნისის შემდეგ чамосვლას ისევ აპირებდა. Я хочу уточнить, когда вы собираетесь у нас приехать еще? Я после 15 планирую. Июня? Да. Вы в декабре были, тогда мы не смогли с вами встретиться. Да, я был в декабре, я недавно был. შაბათის ეთერის ინფორმაციით, კარიმოვს საქართველოში დეპუტატები გიორგი ბარვენაშვილი და გიორგი ჭყონია მასპინძლობდნენ. ბარვენაშვილმა მიიყვანა კადიროველი კახა კალაძესთან შეხვედრაზეც. კარგად ინფორმირებული პირი გვიყვება, რომ კალაძესთან როგორც მერთან კავშირის დემონსტრირება ბარვენაშვილს სჭირდებოდა, იმისთვის, რომ თბილისში მისი ერთ-ერთი ობიექტის ცენტრალური თბოელექტროსადგურის ყიდვა კარიმოვისთვის ორჯერ ძვირად შეეთავაზებინა. კალაძეს კი მისი ეს პროექტი შეექო. ეს კაცი გეცნობათ ბატონ კახა? ბესლან კარიმოვით იცნობთ თქვენს თუ ამ ბესლან კარიმოვით იცნობთ ამ კაცს თუ ამ ყალბი სახელით და გვარით? ვინ არის ეს კაცი? ამ კაცს შეხვედრი ხართ თქვენ ბარვენაშვილთან ერთად? პირველად ხედავ. ნამდვილად თვითონ ამბობთ რომ შეგხვდათ ცოტა ხნის წინ. თბილისის მერმა ამ დროს უკვე სავარაუდოდ იცის რა თემაზე მუშაობს შაბათის ეთერი, რადგან კადიროველთან კავშირზე კითხვები ცოტა ხნით ადრე გიორგი ბარვენაშვილს უკვე დაუსვით. კალაძემ შესაძლოა არ იცოდეს მხოლოდ ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ჩანაწერით, სადაც სახელგვარში ცვლილი каци დედაქალაქის მერთან შეხვედრის ამბავს თავად ყვება. Вы помните, да, с Кахой встречались вы с Каладзе? Да, я помню Скалаца, да. Да, Вы хорошо. там были, да? Да. სად, როგორ და რაც მთავარია, რისთვის დაუკავშირდა დედაქალაქის მერი ამ რეპუტაციის მქონე პირს. რატომ ჩამოხავთ ის საქართველოში და რა არის საქმე, რომელიც ოცნების დეპუტატებსა და თბილისის მერს კადიროვის მარჯვენა ხელთან აერთიანებთ? კადიროვის ახლობელ კაცს რატომ აჩუქებთ? ბინა შეგიძლიათ გითხრათ? არ გვიპასუხებთ ბატონო გიორგი? ოქროთი ვაჭრობთ ვით დაინტერესდით თუ? გიპასუხებ თქვენ ხართ მთვარე ტელევიზიაზე. ანუ ახლა ეს ამბავი ჭკუებია, თავად ზუსტად ადასტურებს. 4 წლის უკან, 4 წლის ვისთან ბრალი დამდება. ჩვენთან ნაცნობობას ეს კაცი ადასტურებს და ამიტომ გეკითხებით ბატონო გიორგი. უპასუხებ გაანებია. რაცო გჭირდება დეპუტატების ბატონო გიორგი? გიორგი ჭყონია კითხვებს არ პასუხობს. არა და ჩვენს მიერ მოპოვებული სანდო ინფორმაციით, სამშენებლო ბიზნესის მფლობელმა დეპუტატმა კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრს საკუთარ სამშენებლო კომპანია Tower ჯგუფის კომპლექსში სასტუმროს ნომერი საჩუქრად გადასცა. საჯარო რეესტრში ამ კორპუსის მობინადრეების სახელზე ჯერ უძრავი ქონებები გადაფორმებული არ არის. თუმცა ქართულ ბანკის სესხით ოცნების დეპუტატის კომპანიის მიერ აშენებული ცათამბჯენის ყველა ბინა რომ უკვე გაყიდულია, ამის შესახებ კომპანია ოფიციალურ გვერდზე თავად წერს. აჩუქებელი ყოფილიყო გოდერძის ვაჩუქებდი აგე. ხება ადამიანი აგადოთ ინტერვიუს რატო აძალეთ? ინტერვიუს არ მაძლევთ და არ პასუხობთ თუ უბრალოდ არ ადასტურებთ ამ ამბავს. არ გაძლევთ, არა. ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუს დროს კარიმოვს არც უცდია უარყოფა, რომ ოქრო საქართველოში ოცნების ლიდერებს უკვე არაერთხელ ჩამოუტანა. მან გვითხრა, რომ ოქროთი არ ვაჭრობს, უბრალოდ შეუძლია ზოდები და მონეტები კარგ фасад იშოვოს. У вас есть заказы на 15-е или есть место свободное? Не, это я для себя беру, я там не знаю. Я для себя беру, я там не продаю, я просто для себя, когда я могу хорошо взять, я беру для себя. Хорошо, для друзей, понятно. Хорошо, спасибо. საქართველოს პარლამენტმა ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანაზე დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადი გასული წლის ბოლოს სრულად მოხსნა. საუბარია 995,000 სინჯის ოქროს ზოდსა ან ფირფიტაზე, ან 900,000 სინჯის ოქროსგან დამზადებულ მონეტაზე, რომელიც 1800 წლის შემდეგ არის გამოშვებული და ფულად საგადახდო საშუალებად გამოიყენებოდა. ახლა გვაინტერესებს, საერთაშორისო სანქციების შიშით გახდა თუ არა ოქრო ქართული ოცნების დეპუტატებისთვის ფულის დაბანდების მთავარი საშუალება. საიდან ზოდებით? TV1-დან. გასაგები. უნდა გადასცეთ? აბა არ ვთხრათ? არა, უთხარი ხო, იქნებ მთელი დღე და ღამე. მთელი დღე და ღამე რატო პარლამენტში ხომ მიდის და გამოვა? უსიამოვნო კითხვებისგან თავის არიდებას ივანიშვილის დეპუტატები ხან ჟურნალისტების დასანქცირებით, ხან საკუთარი სასახლეებიდან გაპარვით ცდილობენ. ბარვენაშვილმა ორივე მეთოდს მიმართა. პარლამენტში მომძან თითქოს. პარლამენტში დამასანქცირა და ვერ შევდივარ. ამაშია საქმე. აბიშავებია. ხო
ხო? ზოგიშარიათ. თქვენ გონიათ რომ ვისაც ასანქცირებენ, აშავებენ აუცილებლად? ეს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების კავშირის თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი სად არის, ბატონ გიორგი? მას შემდეგ რაც გასულ კვირას დეპუტატ ბარვენაშვილს კითხვა მისი საეჭვო დიპლომის შესახებ დავუსვით, შალვა პაპუაშვილმა სასჯელი დაგვაკისრა და 6 თვით პარლამენტში მუშაობის უფლება შეგვიზღუდა. რადგან კანონი პირდაპირ გვავალდებულებს, მოვიპოვოთ ყველა ფიგურანტის პასუხი თემაზე, რომლის შესახებაც რეპორტაჟი მზადდება და ამას პარლამენტში ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვის გამო ვერ ვაკეთებთ. ამიტომ გიორგი ბარვენაშვილს სახლში ვაკითხავთ. ბატონი გიორგი უნდა ჩავწერო რომ გამოვა. ხმა გესმის? თეთრი სასახლე მილიონერ დეპუტატს რომ ჩვენთან კონტაქტის გარეშე დაეტოვებინა, ამაში მძღოლი და პირადი მცველი დაეხმარნენ. გიორგი ბარვენაშვილის დასაყვანად მომზადებული ავტომობილი ისევ ავტოფარეხში დააბრუნეს და შეფი ტერიტორიიდან სრულიად სხვა მანქანით, Audi Q8-ით გაიყვანეს. ამის საშუალებას ორ ქუჩაზე გადაჭიმული, 2 დამოუკიდებელი გასასვლელის მქონე სამსართულიანი სასახლეც აძლევდათ და მდიდრული ავტოპარკიც. პარლამენტიდან გამოყოფილი ბოლო მოდელის Toyota Camry ბარვენაშვილს არც სჭირდება და სახლთან ყავს დაპარკინგებული. თუ კადიროვის დაჯგუფების წევრსა და სკანდალებში გახვეულ ბესლან კარიმოვთან კავშირი არ აქვს და ძებნილი ჩეჩენი საქართველოში ბარვენაშვილმა არ შემოიყვანა, ამის უარყოფა ოცნების დეპუტატს მარტივად შეეძლო. ამიტომ ოქროს ზოდებზე კითხვებს პარლამენტში ჩვენი კიდევ ერთი ჟურნალისტი სვამს. არ გავხერხულებათ ეხლა ამ კაცს არის ცნობ თქვენ. არ დადასტურებს. არ გაძლევთ ინტერვიუს. არ გაძლევთ ინტერვიუს. თქვენთვის არ გაძლევთ ინტერვიუს. არ გაძლევთ. კადიროვის მეგობარი. კი, დღეს ვიყიდეთ 100 მილიონის ოქრო ჩვენმა სახელმწიფო. ძალიან კარგი. დადასტურებს. საიდან იცნობთ ამ კაცს რომ ეთრათ ბატონო გიორგი? ინტერვიუს არ ბესლან კარიმოვის სახელით. შეგიძლიათ მივწერდეთ? ემრე დაირასის. არ გაძანდებოდ, ინტერვიუს არ გაძანდებოდ. ბატონო გიორგი, გეკითხებით, მანქანა გიჩუქებიათ, ავტომობილი გიჩუქებიათ, ოქრო ჩამოუტანიათ თქვენთვის, თქვენი სახელით თქვენს მეგობრებს ემსახურება და ეს ოქროს ბიზნესის ამბავი გაქვთ თუ პირადად აგროვებთ ამ ზოდებს, ბატონო გიორგი? კი, ვაგროვებ სახლში მაგ გავსებული. კი ბატონო, ამ კაცს საიდან დაუკავშირდეთ? კადიროვის მეგობარ კაცს საიდან დაუკავშირდეთ? ჩვენ გავხდით ბიძინა იონიშვილის მიერ ავტორიზებული და რუსეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებული სანქციების გვერდისავლის რუსული ფულის გათეთრების სივრცეთ და ამის ნაწილია და როდესაც ეს პოლიტიკური სტრატეგიული გადაწყვეტილება მაღალ დონეზე მიღებული ივანიშვილსა და სადღაც რუსეთში ფიგურას შორის მიღებული აქ ადგილზე უკვე კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა შეასრულონ და რადგან უწევთ შესრულება რა თქმა უნდა უნდათ რომ კიდევაც იხეირონ ამით ძალიან მარტივია ეგ ამბავი იმიტომ რომ სულელი არავინ არ არის რადგან ამ ტიპის რაღაცების შესრულება ივანიშვილის დავალებით უწევთ მაშინ ჯობია ფულიც აკეთო დამოუკიდებელი რუსული მედიის გამოძიებით დგინდება, რომ კარიმოვი მაქინაციების საშუალებით კადიროვს ისევ ეხმარება შეავსოს მისი დაფუძნებული ფონდის ბიუჯეტი. ჩანაწერში, რომელიც მას გაურცელეს, ის თავად ყვება, როგორ ითხოვს ფრონტზე გაშვებისგან თავის არიდების санაცვლოდ автомобилების შეწირვასაც. УАЗики, там 10 штук УАЗик, он там туда-сюда. Там мне Осланбек сказал, но он даст человека, с кем, кого надо благодарить. Не надо никуда ехать. 4 месяца сделаем контракт, а потом еще 4 месяца продлим, еще орден дадим, другой дадим и все. ახმედ კადიროვის სახელობის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა და რომელსაც ჩეჩნეთის მეთაურის დედა აიმან კადიროვა ხელმძღვანელობს, სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მყოფი ჩეჩენი ჯარისკაცების საჭიროებებს ნამდვილად ხმარდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა. თვითმფრინავების, ჯავშან ტრანსპორტიორებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკვები პროდუქტების გავრცელებას კადიროვის ხაზინა საქველმოქმედო საქმიანობად მიიჩნევს. ჩვენ დავსვით კითხვა, რა საერთო ინტერესი აქვს შავი ფულის გარდა ამ ხალხთან ქართულ ოცნებას. ძალიან საგანგაშო ამბავია. ეს მარტო საქართველოს დღევანდელ რეპუტაციაზე არ აისახება. ეს ისახება მათ შორის ამ ქვეყნის მომავალზე იმაზრითაც რომ ასე სწრაფად ამ კავშირებს ჩვენ ვერ ხელისუფლება რომ შევცვალოთ ვერ გავწყვეტთ იმიტომ რომ ეს ადამიანები აქტიურობენ საკუთრებას ეს ადამიანები აქ ახდენენ სხვების რეკრუტირებას ეს არის პირდაპირ ჩვენი ანტიდასავლურობის გამოხატულება მათ შორის იმიტომ რომ ეს ხალხი პრობლემაა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებისთვის დასავლეთის ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ეს ხალხი მონაწილეობს მათ შორის თანხების და რესურსების მოძიებაში ჩეჩენის სამხედროებისთვის მხარდასაჭერად რომელიც უკრაინაში იბრძვიან და ანუ რა გამოდის კიდევ ერთი ფიგურალური ნათქვამი რასაც სულ ამბობდით რომ სამწუხაროდ
საქართველოში ოლიგარქიული ელიტა მდიდრდება უკრაინელი ბავშვების სისხლის ფასად, აი ამის კიდე ერთი დასტურია ეს. კადირობელების საქართველოში გამოჩენა თვალში მოსახვედრი თავდაპირველად 2023 წლის ივნისში გახდა, როდესაც მედიამ ისინი თბილისსა და ბათუმში დააფიქსირა. 2024-25 წლებში კი ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჩეჩნური დაჯგუფების წევრები აქციების დარბევებში მონაწილეობდნენ. ახლაც ზუსტად ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინის მორჩილი ფეოდალის ახმად კადიროვის ფულის შემგროვებელი გასულ კვირას საქართველოში ისევ ჩამოვიდა.